ბავშვობიდან გამოიჩინა განსაკუთრებული ჯერ ერთი ინტერესი ქრისტიანობისადმი და სწავლისადმი, მაგრამ ბავშვობიდან ქონდა სასწაულთქმედების უნარი, ისეთი მეამიტი რწმენა ქონდა რაღაცნაირი, მეამიტი იყო და პირდაპირ ყველაფერი ჯეროდა რაც სახარებაში ეწერა. მაგალითად, ესეთი შემთხვევა არის ცნობილი, რომ მამამისი იყო პურის მცხობელი. და მის ქონდა, რა ქვია, თონე ქონდა თუ პურს აცხობდა და მოკლედ ერთხელაც ამას დაავალა ხაბაზი ქვია პურის მცხობას, ხო და ხაბაზი იყო და დაავალა ამას პურის მოკლედ გაყიდვა ამ შულს. ამან წაიღო ეს პური, გაიტანა ქალაქში და იმის მაგივრად რომ გაეყიდა, მოკლედ ეს პური დაარიგა, გაჭირვებულები იყვნენ რაღაცა და დაურიგა ეს პურის ყველას და მოვიდა სახლში გახარებული. და მამამ რო გაიგო, რაც გააკეთა ძალიან გაბრაზდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის მათი საარსებო წყარო იყო და მოკლედ ძალიან გაუბრაზდა. ამოუთხრა, რას ამბობ მამაო? მეო კი არ მიჩუქებიაო ეს პურიო, კი არ დამირიგებიაო. მეო ესო ვალად მივეციო. ვის მივეციო ვალათო და? ვის მივეციო ვალათო და ქრისტესო. ხო წერიაო სახარებაში რომ ვინაცო ესე გასესო, ასწილად მიიღოს ამ ქვეყანასეო და მეჩვის არ მეპარება რომ ესე იქნებაო და მოკლედ ეს მამამ გაბრაზდა რა თქმა უნდა, მაგრამ რო გააღო, რომ წავიდა ამ ცოტა ხნის შემდეგ, სადაც ხორბლის საცავი ქონდა, ცარიელი იყო, სულ აღარ ქონდა ხორბალი და იმიტომ გაბრაზდა და ესე იგი იყო სავსესო ეს. ხორბლით სავსე, გაუგებარი იყო, საიდან იყო ხორბალი და აი მაშინ უკვე მიხვდა რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბავშვი.